საუკეთესო განკაცდა იმისათვის, რომ ჩვენთვის ადამიანებისათვის სიკვდილი განეცადა. და სანამ ჯვარზე გაეკრებოდა, სახეში ცემა დაითმინა. და რატო? იმიტომ რომ მთლიანად უნდა გამოესყიდა ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა. სახე წერია ძველ ქართულად განცოხნა. სახე რომელმაც განცოხნა, ანუ დაგეჭა ეს ვაშლი, რომელიც ვაშლი კი არა, ნუ ის ხილი, რომელიც აკრძალული იყო. სახე პირში ჩაიდო ადამიანმა დაგეჭა და აი ამ სახეში ცემა მიიღო. შემდეგ ჯვარზე ხელები შემსჭვალა. იესო ხელები მიაჭედებინა ჯვარზე, იმიტომ რომ ადამიანმა ხელი გაიშვირა ამ ვაშლისათვის. შემდეგ ფეხები მიაჭედებინა, იმიტომ რომ ფეხით მივიდა ადამიანი მხესთან, რომელთანაც არ უნდა მისულიყო. და შემდეგ ახეთ რა მოხდა? ესე იგი, ეს ხო 5-6 დღე იყო ქმნილება სამყაროს, ხო? მე-7 დღეს შაბათს განისვენ. ან პარასკევი დღე იყო, როდესაც საღამოს უკვე მთელი დღე ადამიანი სამოთხეში იყო და პარასკევს საღამოს გამოაძევეს ადამის სამოთხიდან. აი ამ პარასკევს საღამოს იგი გაეკრა ჯვარზე და გახსნა დაკეტილი კარები სამოთხის. და შეიყვანა პირველი ვინი? მინდა ავაზაკი. ავაზაკი უნდა შესულიყო სწორად სამოთხეში პირველი, იმიტომ რომ ავაზაკი იყო ადამი, რომელიც იყო როგორც ავაზაკი, ისე იყო გამოძევებული სამოთხიდან. დღეს კი რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გავიცით ამ ყველაფერს ადამიანურად, მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანურად. სინამდვილეში დიდი სიხარულის დღეა. და წარმოიდგინეთ, ყველაზე ძლიერ, ყველაზე საშიში ადამიანი ვინც იყო, ორი ეშმაკი და სიკვდილი. აი ეს ეშმაკი და სიკვდილი დღეს დამარცხდა. და სულ მალე ვიდღესასწაულებთ ქრისტეს წინვალე აღდგომას. აღდგა ქრისტე და დაირღვია ჯოჯოხეთი. აღდგა ქრისტე და ცხოვრება მუქალებს. ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.